ყველა ბოროტება, რაც კი რამე კეთდება ქვეყანაზე, ერთადერთი შინაარსით კეთდება, ეს არის მცირე ბოროტება დიდი სიკეთისთვის. ვინ იტყვის ასეთ რამეს? ვის უთქვა? შენ რა გაძლევს ამის გამბედაობას რო ეს თუ რამე ლექციას შემეძლო დავსწრებოდი, აი არ მენანებოდა ფული რა, ვიშიმშილებდი, ოღონდ იმ ფულს წავიღებდი და იმ ცოდნაში ჩავდებდი და თვიური შემოსავალი აღემატებოდა ჩემი ოჯახის წევრების მთელწლიური შემოსავალს. ეს მილიონი რა ვაშკაცობა არის, მეთქი მილიონები თქო. და მილიარდები იყო მიზანი. თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნე? ღარიბი ოჯახიდან იწყებდა დიდ შემოსავლებზე გადიხარ, ძალიან დიდი წარმოდგენები გიჩნდება შენ თავზე. ზუსტად ამის მოსმენა. კი ბატონო. მე არჩევანი უკვე გაკეთებული მქონდა თავის დროზე, რომ არ ვწირავდი ადამიანს. ხალხს რო ელაპარაკები, სიკეთეს რა ძალა აქვს? არ ჯერათ. კომერციამ ჩაანაცვლა, გადმოვიდა პირველ ადგილზე. ჯერ ერთი სიკეთის გაკეთება თუ გინდა, ფულის გარეშე უფრო დიდი სიკეთეები კეთდება. ადამიანი უნდა ყოფილიყო ჩემთვის პრიორიტეტული. ხა კეთილი გული მაგას ნიშნავს. რომ ადამიანი გაინტერესებს. შეიძლება ასეთი გზით იყო წარმატებული. როდესაც კარიერაშიც ასაც დაიწყებ წარმატებით მიდიხარ და სულიერათაც წინ და წინ მიდიხარ და შენში ეს ადამიანური თვისებები უფრო და უფრო ღვივდება და მტკიცდება. გიორგი, სანამ ეს ამატირე ხმა, ცრემლებს ვცდილობ რომ შევიკავო. შენ როგორი ადამიანი ყოფილიყო, მე არ ვიცოდი.